რუსთავში გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენებული კულტურის სახლის ისტორიული შენობას სრული რესტავრაცია, რეაბილიტაცია უტარდება. პროექტით საკონცერტო დარბაზის სრული განახლება, შიდა სივრცის რეაბილიტაცია და შენობის ფასადის რესტავრაციაა დაგეგმილი. შენობა უზრუნველყოფილი იქნება თანამედროვე სასცენო აპარატურით. პროექტის დასრულების შემდეგ უფუნქციოდ დარჩენილი ძველი შენობის ადგილზე თანამედროვე მუსიკალური ლაბორატორია გაიხსნება. ინფრასტრუქტურული პროექტი ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 10 მილიონ ლარზე მეტია. კულტურის სახლში იქნება სწავლება როგორც კლასიკური, ასევე თანამედროვე მუსიკის, იქნება საკონცერტო დარბაზი 300 კაცზე გათვლილი. ეს ფინანსდება ცენტრალური ბიუჯეტიდან, რომელიც დება დაახლოებით 10 მილიონ 300.000. ერთ-ერთი გამორჩეული და მასშტაბური პროექტი ხორციელდება რუსთავის გუნდის მხრიდან. განსაკუთრებული მადლობა პრემიერ სამთავრობო გუნდს იმ მხარდაჭერისთვის, რითიც ჩვენ შევძელით ძველი საბჭოთა პერიოდის კულტურის სახლის რეაბილიტაცია იმ ევროპული თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით, რომელიც მოგცემს შესაძლებლობას მუნიციპალიტეტმა უკვე შექმნათ თანამედროვე სახელოვნებო სერვისები. რუსთავის კულტურის სახლის რეაბილიტაცია არის სწორედ იმისი ნათელი მაგალითი, როგორ უნდა გავითარდეს რეგიონები, როგორ უნდა გაძლიერდეს ადგილობრივი თვითმმართველობა და როგორ უნდა განხორციელდეს სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული დეცენტრალიზაციის სტრატეგია.